მაგნიცკის სიის ინიციატორი და ავტორი ბილ ბროუდერი დიდი ბრიტანეთისგან ახლა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს. ბილ ბროუდერი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილი არის კაცი, რომელმაც ქონება მოიხვეჭა რუსეთში. რუსეთს ახლა მასთან დაკავშირებით ბევრი კომპრომატი ექნება და სწორედ ამიტომაც ბიძინა ივანიშვილის ბრძოლის მეთოდები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ უკვე ერთ-ერთი ემთხვევა იმ მეთოდებს, რომელსაც პუტინი იყენებს რუსეთში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ბილ ბროუდერი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილი არის ოლიგარქი, რომელსაც საკუთარი მილიარდები მთელს მსოფლიოში აქვს მიმობნეული და მათ შორის მას აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილი საკუთარ აქტივებს გაერთიანებულ სამეფოშიც ინახავს, ამიტომაც მიმართავს ბილ ბროუდერი დიდ ბრიტანეთს, რომ მოხდეს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, თუ კი დიდ ბრიტანეთს წამს პრესის თავისუფლების, ადამიანის უფლებების, აუცილებლად უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი და ყველა ის მოსამართლე და პროკურორი, რომელმაც მზია ამაღლობლის უკანონო პატიმრობაში მონაწილეობა მიიღო. ივანიშვილმა ქონება რუსეთში დააგროვა და დარწმუნებული ვარ, მის წინააღმდეგ ყველანაირი კომპრომატი არსებობს. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ის ძირითადად რუსეთის დავალებებს ასრულებს და ამას იმ დონეზე აკეთებს, რომ ახლა უკვე აღარანაირი განსხვავება აღარ არის იმაში, თუ როგორ ჩაგრავს საკუთარ ხალხს რუსეთი და როგორ ჩაგრავს საქართველოს ხელისუფლებას საკუთარ მოქალაქეებს. საინტერესო ის არის, რომ არსებობს ეს კაცი, ივანიშვილი, ოლიგარქი და მილიარდერი, რომელსაც ფული მთელ მსოფლიოში აქვს მიმოფანტული. საერთოდ რატომ შეიქმნა მაგნიცკის აქტი? სწორედ იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მოსახლეობის დასჯის ნაცვლად მიზანში ამოვიღოთ ის კონკრეტული ოლიგარქები, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ. თუმცა, როგორც ჩანს, მას აქტივები დიდ ბრიტანეთშიც აქვს, რომელსაც ის ჯერ არ დაუსანქცირებია. დიახ, დიდ ბრიტანეთს ის ჯერ არ დაუსანქცირებია. ამაზე უნდა დავიწყოთ მუშაობა და რეალურად ეს ძალიან მარტივი საქმეა. თუ გაერთიანებულ სამეფოს მცირედით მაინც წამს ადამიანის უფლებების, პრესის თავისუფლებისა და იმ ყველაფრის, რის ერთგულებაზეც ბრიტანეთის მთავრობა მუდმივად საუბრობს, მათ უნდა დაასანქცირონ ივანიშვილი და ყველა ის მოსამართლე თუ პროკურორი, რომლებიც მზიას უკანონო, არაადამიანურ და უფლება დამრღვევ პატიმრობაში არიან ჩართულნი. ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს არის თეატრი, ასე შეაფასა ნობელიანტმა ჟურნალისტმა მარია რესამ მზია ამაღლობელის პატიმრობა. ის ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ მოაწყო ყველანაირი ინფორმაციული ომი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ, შექმნა მასთან დაკავშირებით დეზინფორმაციული კამპანია ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესები დაიწყებოდა. მარია რესა პირდაპირ ამბობს, რომ ქალი ჟურნალისტის პატიმრობა არ არის მხოლოდ მზია ამაღლობელის დაკავება საქართველოში, ამით ქართული ოცნება აშინებს და აფრთხილებს ყველა ჟურნალისტს, რომ ვინც თვითცენზურას არ დაექვემდებარება, მაშინ აბსოლუტურად ყველა გაიზიარებს იგივე ბედს. არ გექნება ჟურნალისტიკა, არ გექნება დემოკრატია, ასე მიმართავს მარია რესა ქართულ ოცნებას. შუშის ყუთი სამედიცინო მკურნალობაზე უარის თქმა, როდესაც მისი მხედველობა უარესდება. გასულ თვეში პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის თქმა, რადგან ის და ეს პირდაპირი ციტატაა არ ნანობს. რას არ ნანობს? ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს თეატრია. ჩვენ ეს ვნახეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც. ეს გამიზნულია ყველა იმ ჟურნალისტის დასაშინებლად, რომელიც ჯერ კიდევ მუშაობს თბილისსა და ბათუმში. ნება მომეცით დავუბრუნდე მას, როდესაც ამ ქალს სვამთ ციხეში, პირველ ქალ ჟურნალისტს, რომელიც 1991 წლის შემდეგ დააპატიმრეს, ეს ეუბნება ყველა ჟურნალისტს, ან თვით ცენზურას მიმართავთ, ან აქ აღმოჩნდებით. ვერ გექნებათ ჟურნალისტიკა, ვერ გექნებათ დემოკრატია. სწორედ ამიტომ უშვებიან ამას მზიას და ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ და მე ძალიან მიხარია, რომ ამას ვაკეთებთ. ლონდონში პრესის თავისუფლების კვირეულში გაიმართა ღონისძიება, სადაც სპიკერებს შორის ბრიფინგზე ერთ-ერთი სპიკერი იყო ბილ ბროუდერი, მაგნიცკის სიის ავტორი, რომელმაც მიმართა დიდ ბრიტანეთს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების გამო, ვინაიდან ბილ ბროუდერი მიიჩნევს, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობაც და ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევაზეც პასუხისმგებელი არის ბიძინა ივანიშვილი და ის აქტივები, რომელიც მას დიდ ბრიტანეთში აქვს, უნდა გაიყინოს და დიდმა ბრიტანეთმა ბიძინა ივანიშვილი უნდა დაასანქციროს.